კანადა ამზადებს თავდაცვას დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სრული ომისთვის და უკვე მუშაობს ყველაზე ცუდ სცენარზე. ეკონომიკური ზეწოლა, სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტა და შესაძლო სამხედრო კრიზისი არქტიკაში და პლანეტის ყველაზე დიდ სახმელეთო საზღვარზე. როცა დონალდ ტრამპი სხვა ფოტნებს ემუქრებოდა, ისინი თმობდნენ და ხელს აწერდნენ საშინელ შეთანხმებებს, რომელსაც ის მათ თავს ახვევდა. მაგრამ ის, რასაც ტრამპი ჩვენ გვახოიდა თავს, ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის დასასრული იყო. მარკ კარნის მთავრობამ დააჩქარა შეიარარებული ძალების ცურთნები, გაზარდა ინვესტიციები ჩრდილოეთში, დაიწყო ახალი პარტნიორების ძიება და დაიწყო შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულების შემცირება. რეაქციამ ძალა მოიკრიბა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა საჯაროდ დაიმუქრა, რომ კანადას 51 შტატად გადააქცევდა. ეკონომიკური ძალის გამოყენება ოტავას წინააღმდეგ და აღმდეგ და იმ ხაზის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რომელიც ორ ერს ყოფს. ეხლა გავრცელდა ცნობები, რომ ტრამპმა ასევე დაიმუქრა 1908 წლის შეთანხმების დატოვებით, რომელიც საზღვრის განსაზღვრაში ეხმარება. თუნდაც საჯარო შეჭრის ბრძანების გარეშე კანადელმა პოლიტიკურმა კლასმა რიტორიკა რეალურ საფრთხედ მიიჩნია. გეგმა უკვე მოიცავს ათასობით კილომეტრზე პატრულირებას ყინულზე, ახალ ხარჯებს რადარებსა და გამანადგურებლებზე, ასევე საერთაშორისო ბანკს სამხედრო ინდუსტრიის დასაფინანსებლად. ვაშინგტონის პირდაპირი კონტროლის გარეშე რას აპირებდა დონალდ ტრამპი კანადის სუვერენიტეტის წინააღმდეგ შეტევით? რატომ დაიწყო ოტავამ ცურთნა ვაშინგტონის სრულად ნდობის გარეშე? როგორ რეაგირებდა კანადა თუ ზეწოლა მის ტერიტორიაზე მივიდოდა? ამას ყველაფერს მალე გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და ზედმეტი გაწელვის გარეშე გაკეთებული კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. Wall Street Journal-ის მიერ გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, დონალდ ტრამპმა თითქოს და 1908 წლის საზღვრის კონვენციის დატოვებით დაიმუქრა, რომელიც გამოიყენება კანადასა და შეერთებულ შტატებს შორის საზღვრის ნაწილის განსაზღვრისთვის. ეს ხელშეკრულება მარტო არ ქმნის საზღვარს, რომელიც ასევე დამოკიდებულია 1908, 1818 და 1846 წლების წინა შეთანხმებებზე. მაგრამ ამ მექანიზმის დარღვევამ ქისიერ კრიზისს გამოიწვევდა. ტრამპი უკვე ხელოვნურ საზღვრად მოიხსენიებდა მას და ამბობდა, რომ კანადა უნდა გამხდარიყო 51 შტატი. პირადი მუხარა თუ ის მართლაც მოხდა აღწერილი ფორმით, აჩვენებს, რომ პროვოკაცია მხოლოდ კამერების წინ გამოსვლებით არ შემოიფარგლა. ჩარლი ანგუსმა, ახალი დემოკრატიული პარტიის ყოფილმა დეპუტატმა, განაცხადა, რომ კანადამ სუვერენიტეტისთვის სერიოზული საფრთხე გადაიტანა და მუდმივი სიფრთხილის შენარჩუნებაა საჭირო. ანგუსმა თქვა, რომ საზღვრის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება პროვოკაციებისთვის სივრცეს შექმნიდა. მან ასევე დაადანაშაულა ტრამპის მთავრობა იმაში, რომ ისინი ჩრდილოეთ საზღვარზე ნარკოტიკებს, ტერორიზმსა და კრიმინალს იყენებდნენ კანადის წინააღმდეგ პოლიტიკური არგუმენტების სახით. მაგრამ ის, რასაც ტრამპი გვახოიდა თავს, ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის დასასრული იყო. ბრალდებას მეტი მნიშვნელობა მიენიჭა, რადგან ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა მართლაც ზეწოლა მოახდინეს ოტავაზე მიგრაციის კონტროლის, ფენტანილის კონტრაბანდისა და საზღვრის უსაფრთხოების საკითხებზე. ჩრდილოეთ საზღვარზე არსებული სიშორის ტირანია და წინა ფედერალური ადმინისტრაციების თანამშრომლობის ნაკლებობა მუდმივად უწყობს ხელს ძალადობრივ დანაშაულს. ეხლა ჩვენ ამაზე ვართ კონცენტრირებულები და აქტიურად ვიძახებთ შტატურ და ადგილობრივ უსაფრთხოების ძალებს იმ რეგიონში. მაგრამ იცით, მოქმედება კანადას სჭირდება, რადგან ისინი იქ ზემოთ აწარმოებენ და აქ აგზავნია. არ ვაპირებ ვიკამათო. უნდა გავხადოთ თუ არა ისინი 51 შტატი, მაგრამ ისინი ჩვენი პარტნიორები არიან. ჩრდილოეთში 300-ზე მეტი ცნობილი ან ეჭვმიტანილი ტერორისტი უკანონოდ გადმოვიდა ამ ქვეყანაში გასულ წელს. ისინი უბრალოდ არალეგალები კი არიყვნენ, არამედ ტერორისტები იყვნენ. 85 მათგანი ჩრდილოეთის საზღვრიდან შემოვიდა. 2026 წლის 1 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ უარი თქვა შეერთებული შტატების, მექსიკისა და კანადის შეთანხმების გაგრძელებაზე, რითაც დაიწყო 10 წლიანი პერიოდი, რომელიც შეიძლება შეთანხმების დასრულებამდე მივიდეს ახალი მოლაპარაკების გარეშე. სამი ქვეყნის სლიური ვაჭრობა დაახლოებით 1.6 ტრილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო კანადა ძლიერ არის დამოკიდებული ამერიკის ბაზარზე. სწორედ ამ დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს კარნი. ოტავასთვის ვაშინგტონთან მოლაპარაკება ახლა ნიშნავს, რომ კანადის ეკონომიკა არ იქნეს გამოყენებული პოლიტიკური დამორჩილების იარაღად. მზადება სამხედრო სფეროსაც შეეხო 2026 წლის იანვრიდან აპრილამდე. დაახლოებით 1300 კანადელი სამხედრო მონაწილეობდა ქვეყნის ყველაზე დიდ ოპერაციაში არქტიკაში 2007 წლის შემდეგ. ერთ-ერთმა პატრულმა ინუიკიდან ჩერჩილამდე თოვლის მოტოციკლებით 5000 კილომეტრზე მეგაიარა, სადაც ტემპერატურა თითქმის -60 გრადუსს აღწევდა. ვარჯიშმა მოიცვა მომარაგებული გადაადგილება, კომუნიკაცია და დაცვა უზარმაზარ და სტრატეგიულ რეგიონში. ოფიციალური მიზანი რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეებს ეხება.
მაგრამ გარემო შეიცვალა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ისაუბრა კანადის მიერთებაზე, გრენლანდიის კონტროლზე და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან ვალდებულებების შემცირებაზე. კანადა კვლავაც დამოკიდებულია შეერთებულ შტატებზე რადარების დაზვერვისა და საჰაერო თავდაცვისთვის, ჩრდილოეთ ამერიკის აეროკოსმოსური თავდაცვის სარდლობის მეშვეობით. მთავრობა გეგმავს 87 მილიარდი კანადური დოლარის ინვესტირებას 20 წლის განმავლობაში სისტემის მოდერნიზაციასა და არქტიკის უსაფრთხოებაში. ოტავა ასევე განიხილავს 88 F-35 ტიპის გამანადგურებლის შეძენას და აფასებს ამერიკული მონაწილეობის შემცირებას შვედეთში წარმოებული გრიპენის თვითმფრინავებით. დისკუსია მოიცავს ნაწილებს, ტექნიკურ მომსახურებას, პროგრამებსა და გამოყენების ნებართვას. ვაშინგტონთან კრიზისის შემთხვევაში ამერიკულ ტექნოლოგიაზე სრული დამოკიდებულება კანადას დაუცველს გახდის. დაძაბულობა გაიზარდა, როდესაც პენტაგონმა შეაჩერა თავისი მონაწილეობა ერთობლივი მუდმივი თავდაცვის საბჭოში, რომელიც 1940 წელს შეიქმნა. ვაშინგტონმა დაადანაშაულა კანადა იმაში, რომ ის ცოტას ხარჯავს და აყოვნებს სამხედრო გადაწყვეტილებებს. კარნიმ საჰაერო თანამშრომლობაზე გავლენა უმნიშვნელოდ წარმოაჩინა, მაგრამ შეჩერება მაჩვენა, რომ ნდობა ორივე მხარეს დაეცა. შეერთებული შტატები მეტხარჯებს ითხოვს, კანადა კი შიშობს, რომ გაზიარებული სისტემებით შეიძლება ზეწოლის წყაროდ იქცეს. მარკ კარნიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან ძველი განსაკუთრებული ურთიერთობა სისუსტედ გადაიქცა. 2026 წლის აპრილში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კანადამ უნდა დაიბრუნოს საკუთარი მომავლის კონტროლი და გააძლიეროს დამოუკიდებელი შესაძლებლობები. მთავრობამ გააფართოვა შეთანხმებები ევროპასთან და ჩაატარა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შეხვედრა ანკარაში. ახალი საერთაშორისო თავდაცვის ბანკის წინადადება. თავდაცვის უსაფრთხოებისა და მდგრადობის ბანკს თავდაპირველად 9 ქვეყანა შეუერთდა: კანადა, ალბანეთი, ბელგია, საბერძნეთი, ლატვია, ლუქსემბურგი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა. დაწესებულება გეგმავს მოიზიდოს 100 მილიარდამდე გირვანქა სტერლინგი, რაც დაახლოებით 134 მილიარდი დოლარია, სამხედრო ქარხნების, აღჭურვილობისა და პროექტების დასაფინანსებლად. შტაბ-ბინა კანადაში იქნება, ხოლო ოპერაცია სავარაუდოდ 2027 წელს დაიწყება. ინიციატივა აჩვენებს, თუ როგორ სურს ოტავას შექმნას გზები ვაშინგტონზე პირდაპირი დამოკიდებულების გარეშე. კანადის ზეწოლამ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შეხვედრის დროს ანკარაში. დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გრენლანდია უნდა იყოს შეერთებული შტატების კონტროლის ქვეშ და აღნიშნა, რომ დანია სათანადოდ არ იცავს ამ ტერიტორიას. გრენლანდია ჩვენთვის დიდი პრობლემაა. მეორე კი ისაა, რომ როცა მათ შემოგვიერთება, შევთავაზეთ მათ უარი თქვეს. მათ არ სურდა ჩვენთან ყოფნა, როცა შეეძლოთ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მათ ველით ვიყავით. ჩვენ უკვე დავხარჯეთ $1 ტრილიონ-ზე მეტი ძალიან მოკლე პერიოდში. ტრილიონი ამ ქვეყნების რუსეთისგან დასაცავად და ეს აბსოლუტურად არაფერ შუაშია ჩვენთან. ჩვენ გვაქვს ოკეანე, მაგრამ ეს გრძელვადიანი საკითხია და ჩვენ კარგად არ მოგვექცნენ. მარკი ესმის, გრენლანდია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ზემან უნივერსიტეტისთვის, მაგრამ არა დანიისთვის. სინამდვილეში, როცა დანია ნაცისტებმა დაიპყრეს, ელდრეზე ნაკლებ დროში ჰიტლერმა ისინი დაამარცხა. ელდრეში მან კონტროლი აიღო და მათ გთხოვეს, რომ გრენლანდიაზე გვეზრუნა. სინამდვილეში ჩვენ ხელში ავიღეთ გრენლანდია და შემდეგ სულელურად დაუბრუნეთ. არ უნდა დაგვებრუნებინა მათთვის, რადგან სწორედ ჩვენ გვჭირდება მსოფლიოს დასაცავად, არა მხოლოდ შეერთებული შტატებებისთვის. დანიის პრემიერ-მინისტრმა მათ ფრედერიკსენმა უპასუხა, რომ მისი მთავრობა დაიცავს სამეფოს თითოეულ ნაწილს, მათ შორის გრენლანდიასაც. გრენლანდიის მთავრობამაც განაცხადა, რომ კუნძული კანადისთვის გასაყიდი არ არის. ტრამპის დაჟინებულმა პოზიციამ არქტიკის კიდევ ერთი მოკავშირის მიმართ გააფრთხილა, რომ ტერიტორიული მუქარები შეიძლება დროებით დაიხიოს, მაგრამ ისინი ბრუნდებიან, როცა ვაშინგტონი ახალ შესაძლებლობას პოულობს. ოტავას არქტიკაში ვარჯიშობს, აძლიერებს ინფრასტრუქტურას, ეძებს ტექნოლოგიებს, შეერთებული შტატების გარეთ ქმნის საერთაშორისო დაფინანსებას და ამცირებს თავის სავაჭრო დამოკიდებულებას. ზეწოლამ უკვე მიაღწია ორ ეკონომიკას შორის ახალ ფიზიკურ კავშირსაც კი. შეერთებულმა შტატებმა და კანადამ შეთანხმებას მიაღწიეს გორდი ჰოლის საერთაშორისო ხიდის გახსნაზე 2026 წლის 27 ივლისს, მას შემდეგ რაც იყო დავა გზის გადასახადებსა და ამერიკულ მონაწილეობაზე, კანადამ დააფინანსა მშენებლობა. მაგრამ დათანხმდა წმინდა მოგების გაყოფას შეერთებულ შტატებთან და მომავალში ტარიფების ცვლილებების ვაშინგტონის დამტკიცებაზე დაქვემდებარებას.
ისინი თქვენ წინააღმდეგ შემოbrunდნენ მოძალადეების მწარე. ტირილით სავსე სიბრაზით, თითქოს ცხვირში მუშტი მოხდათ. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჩვენ ვიყავით ყველაზე უსიამოვნო ადამიანები, ვისთანაც მას ოდესმე ქონია საქმე. პიტ ჰოექსტრა მისმა მანიპულატორმა ელჩმა გვიწოდა უსიამოვნოები. ჰოვარდ რუტნიკი, კანადა. თქვენ საშინლები ხართ. პიტ ნავარომ დაგვესხა თავს. ისინი გაცოქდნენ, რომ წინააღმდეგობა გაუწიეთ. მაგრამ ეს აჩვენებს, რომ როცა უარი თქვეს გორდის ხიდის გახსნაზე, უარი თქვეს კუზმაზე და განაგრძეს ჩვენი მანიპულირება და მუქარა, ეს ნიშნავს, რომ აზრი არ შეუცვლიათ. ხიდი გაამარტივებს ვაჭრობას ვინძორსა და დეტროიტს შორის. თუმცა შეთანხმება აჩვენებს ბრძოლის მასშტაბს. ტრამპი ზეწოლას ახდენს კარნი წინააღმდეგობას უწევს. და ყოველი გზა, კონტრაქტი თუ ხელშეკრულება გახდა უფრო დიდი დაპირისპირების ნაწილი, რომელიც ორი ერის ურთიერთობის კონტროლს ეხება. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ თქვენს ეკრანზე მოცემული ფიქსის გასაღების საშუალებით. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი დახმარება გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.